ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე უნდა ვისაუბროთ გადაცემის ამ ნაწილში. მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მარი წერეთელი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის სოციალური პროგრამის დეპარტამენტის უფროსი, ირმა აბულაძე, საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დღის ცენტრის koordinatori არიან ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის. რამდენიმე დღის წინ შემოგვხვდა ესეთი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, თუ ბავშვი არის მეთვალყურეოდ ქუჩაში, მათ ხორობს ან ვაჭრობს, ღისით ან ღამით ძინავს ქუჩაში, არის სასკოლო ასაკის, მაგრამ მას ხშირად ხედავთ ქუჩაში დღის განმავლობაში, დარეკეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელხაზზე 1505. თუ ვიცით, რამდენ ბავშვზეა დაახლოებით საუბარი, ან რამდენი ბავშვი შეიძლება მოხვდეს ამ სერვისის ქვეშ და საერთოდ რა პროგრამებია ამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ დღეს არიან ბავშვები ქუჩაში, ალბათ ამას ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურად. ესე ზუსტი მონაცემი თუ რამდენი ბავშვია დღესდღეობით ქუჩაში არ ვიცით, თუმცა რამდენიმე წლის წინ იყო კვლევა, 2007-8 წლებში იყო ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა 1500 ბავშვი საქართველოს 4 დიდ ქალაქში. თუმცა ეს რიცხვი შეიძლება შეცვლილი იყოს, ძალიან რთულია ამ სტატისტიკის დადგენა, იმიტომ რომ მუდმივად მოძრაობენ ეს ბავშვები და რთული არის ამ მონაცემების ზუსტად დადგენა. თუმცა იმ პროგრამას შესახებ თქვენ რომ იკითხეთ, ეს არის სახელმწიფო პროგრამა, ეს არ არის რომელიმე ერთი UNICEF-ის ინიციატივა, ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია, არის სახელმწიფო პროგრამა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად, რომელსაც მხარს უჭერს UNICEF-ი და ევროკავშირი. ეს პროგრამა დაიწყო 2012 წლიდან და ხორციელდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ სახელმწიფო მექანიზმის შექმნას ამ ბავშვების დასახმარებლად. მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რამდენადაც აქამდე არ არსებობდა მსგავსი სახელმწიფო სტრატეგია, მექანიზმი, არსებობდა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაფუძნებული ცალკეული ინიციატივები, დღის ცენტრები, სხვადასხვა მომსახურებები, თუმცა ერთიანი სახელმწიფო ხედვა არ არსებობდა და შესაბამისად ეს ვერანაირად ხელს ვერ უწყობდა პრობლემის მოგვარებას. ხო, ახლა შეიქმნა ეს მექანიზმი და UNICEF-ის და ევროკავშირის დახმარება უკვე დასრულდა და მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ამ პროგრამის განხორციელება, ეს უკვე შეტანილი არის ბიუჯეტში, სახელმწიფო პროგრამების ნაწილია და აქამდე ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამა დაეხმარა 400 ბავშვს, მოხდა 400 ბავშვის იდენტიფიცირება თბილისსა და ქუთაისში და შესაბამისი დახმარება გაუწია, ან ჩაირიცხეს ბავშვები დღის ცენტრებში, ან გადავიდნენ უფრო გრძელვადიან ზრუნვის ფორმებში, ალბათ ამაზე ვისაუბრებთ. აი, ესეც მაინტერესებდა, რითი ახსენეთ, რომ დღის ცენტრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული სერვისია, რითი განსხვავდება დღის ცენტრებისგან? არა, უკაცრავად ორი სიტყვით მეც ჩავერთვები, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფოში ჯერ კიდევ 2005 წლიდან და 2009 წელს ძალიან აქტიურად დაიწყო ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი გახდა დეინსტიტუციონალიზაცია, დიდი ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გამოყვანა. ამავე ბავშვთა ზრუნვის პროგრამაში მოვიცავით ჩვენ ძალადობის ხორბლი ბავშვები, დაიწყო ამ საკითხზეც სახელმწიფო მუშაობა და რეალურად დაგვრჩნენ ბავშვები, რომლებიც იყვნენ ყველანაირი სერვისის გარეთ, ეს იყო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და სწორედ ამიტომ, როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, 2012 წელს ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით დავიწყეთ უკვე ფიქრი ამ ბავშვებზე, რომლებიც იყვნენ ქუჩაში, ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. რეალურად აღმოჩნდა, რომ ის სერვისები, რაც იყო აქამდე ქვეყანაში, მათ შორის გახლავთ დღის ცენტრები, რაც ვიცით ჩვენ, არის ასევე სხვადასხვა გრძელვადიანი ზრუნვის ფორმები, ამ ბავშვებისათვის ეს არ იყო ის სერვისი და ის ფორმა, რომელიც მათთვის მორგებული იქნებოდა. ამაზე დაიწყო სწორედ ფიქრი, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორმა 2012 წლიდან და 2014 წელს ჩვენ გვაქვს ბავშვების ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომელიც არის ყოველწლიური და მოიცავს სხვადასხვა პროგრამებს. სწორედ აი აქ 2014 წელს გაჩნდა უკვე მიუსაფარ ბავშვთა დახმარების ქვეშ პროგრამა, რომელიც მოიცავს სამდონიან მომსახურეობას. ეს უკაცრავად განისაზღვრა სწორედ აი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. რა არის ეს სამიდონი? სამიდონი ეს გახლავთ ის მობილური ჯგუფი, ეს არის ადამიანები, რომლებიც არიან აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ეს არის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ამ ჯგუფში გახლავთ
თანაბარ განმანათლებელი, ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცოტა ხნის წინ სულ ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება და მან მოახერხა ეს პრობლემები გადაელახა. მეორე დონე ეს გახლავთ დღის ცენტრი. უკეთრავად გითხავთ, ესეთი ადამიანი, რომელსაც თანაბარი დონის მუშაკი, ანუ თანასწორი, რამდენი გვყავს დაახლოებით, რომლებიც მუშაობენ? გვაქვს 4 მობილური ჯგუფი, 3 თბილისში და 1 ქუთაისში. შესაბამისად არის 4 თანასწორ განმანათლებელი. გვაქვს დღის ცენტრი, რომელიც თავისი სპეციფიკით განსხვავდება სხვა დღის ცენტრებისგან, რაზეც ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომელთანაც არსებული არის კრიზისული ინტერვენციის 24 საათიანი მომსახურება, დღის ცენტრი და კრიზისული ინტერვენცია და მესამე დონე ეს არის ტრანზიტული ცენტრი, რომელიც არის უკვე მუდმივი 24 საათიანი მომსახურების სერვისი. რის შემდეგაც ხდება უკვე ბავშვების ან ოჯახებში დაბრუნება, ან გრძელვადიან სერვისში გადაყვანა, თუმცა კი ეს არ ნიშნავს, რომ შემოსული სისტემაში ბავშვმა აუცილებლად ყველა რგოლი უნდა გაიაროს. შეიძლება დღის ცენტრშიც მოსული ბავშვიც კი უკვე აღარ გახდეს საჭირო მისი ამ სერვისის მიწოდება, იმიტომ რომ დაუშვათ მოუგვარდეს ოჯახს გარკვეული პრობლემები, არიან ოჯახები, რომლებსაც პრაქტიკულად ინფორმაცია არ აქვთ იმის შესახებ, რომ არსებობს დაუშვათ სოციალურად დაუცველთა დახმარება, იციან, მაგრამ არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ პროგრამაში არის, რომ ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვს პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ეს გამოწვეული არის არა მხოლოდ მათი პირადობის არ ქონა, არამედ ოჯახის წევრების და შესაბამისად ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ აიღონ პირადობის მოწმობები, ვეხმარებით ჩაერთონ სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუ ესეთი საჭიროება, ასევე გვაქვს კრიზისული დახმარების პროგრამა ბავშვიანი ოჯახებისათვის, როდესაც სახელმწიფო გარკვეულ საჭიროებებს როდის გამოიკვეთება ოჯახში, აი ამ საჭიროებების მოგვარებას და შეძენას ახდენს, ეს უკვე ცალკე პროგრამა, ანუ ყველაფერი რეალურად მიდის იქითკენ, რომ გაძლიერდეს ოჯახი და ბავშვები ნაკლებ დროს ატარებენ სერვისი, რაც მათთვის საჭირო არის. როდესაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ხოლმე ლაპარაკი, როგორც წესი აღნიშნავენ იმას, რომ საკმაოდ რთულია ამ ბავშვების ნდობის მოპოვება. ანუ ერთია რომ არსებობს სერვისი, მაგრამ მეორეა რომ ბავშვი მიიყვანოს სერვისამდე. ამ მხრივ რა ტიპის სამუშაო, იგივე სოციალური მუშაკის გადამზადების პროგრამები თუ როგორ ჯგუფი, რომელზეც საუბრობდა ქალბატონი მარი, სწორედ მათი ფუნქცია არის ეს, ისინი პირველნი არიან, რომლებიც ქუჩაში გადიან და ამყარებენ კონტაქტს ბავშვთან. და ის ადამიანი, რომელიც უკვე იქნა ნახსენების თანასწორ განმანათლებელი, აი ის არის ცენტრალური ფიგურა სწორედ აი ნდობის მოპოვების საკითხში, იმიტომ რომ მან უკეთ იცის ამ ბავშვების ენა, მან უკეთ იცის როგორ ელაპარაკოს ამ ბავშვებს და წამოიყვანოს ისინი თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ თუ მართლა ეს ნდობა არ დამყავდა, ძალიან რთულია შემდგომ მათ თანამშრომლობაზე წამოყვანა. ამის შემდეგ მოდიან უკვე დღის ცენტრებში ალბათ და შემდგომ ეს მობილური ჯგუფები სწავლობენ ამ ბავშვების საჭიროებებს, თუ რა საჭიროებები აქვთ, რა უჭირთ ამ ბავშვებს და ცდილობენ ან მოუგვარონ მოკლევადიანად ეს პრობლემები და შემდგომ უკვე წაიყვანონ დღის ცენტრებში და ისინი რა სერვისებს თავაზობთ, როგორ ხვდებით ბავშვებს და რა არის ის პირობები, რომელსაც თქვენ ვქმნით ყოველდღიურად? მეც მოგესალმებით. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს მიუსაფარი ბავშვების პრობლემებზე 2007 წლიდან. ანუ იმ დროისთვის არ იყო ეს სახელმწიფო პროგრამა, ამაზე მარტო დაიწყო ფიქრი სახელმწიფოში და ჩვენ უშუალოდ გავდიოდით და ვმუშაობდით ბავშვებთან ქუჩაში. რა თქმა უნდა, ბავშვების ნდობის მოპოვება არის საკმაოდ რთული. და როგორც აღნიშნეს ქალბატონებმა, თანასწორ განმანათლებლის როლი არის ძალიან დიდი. მაგრამ ბავშვებშიც ინფორმაცია ძალიან კარგად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან ხშირად ბავშვები გადასცემენ ამ ინფორმაციას ერთმანეთში. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბავშვები თვითმომართვით მოდიან, ან პატრულს შემოყავთ და როდესაც ბავშვებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ცენტრი არის მათთვის კარგი, გარკვეულ სერვისებს ვაწვდით ბავშვებს, მათ აქვს საშუალება, რომ მოიწესრიგონ თავი, გაუკმაყოფილდეთ რაღაც საჭიროებები, აქვთ გართობის დასვენების საშუალება, კონფიდენციალურობა იქნება დაცული. ამ შემთხვევაში ბავშვი, რა თქმა უნდა, უფრო
ირმა გითხავთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ მათ შეუძლიათ მოვიდნენ მაგალითად 2 დღე დაჩნენ აქ და შემდეგ წავიდნენ, ან მოვიდნენ ერთი სერვისით ისარგებლონ და შემდეგ წავიდნენ, ანუ რაიმე ვალდებულება ცენტრთან არ აქვთ, რომ აი ნამდვილად შემდეგი 2 კვირის განმავლობაში პერიოდულად უნდა მოვიდნენ, ან ესეთი დათქმები რა არსებობს. რაც შეეხება დღის ცენტრს და მასთან არსებულ კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარს, ეს მომსახურება წარმოადგენს ღია ტიპის სერვისი. ანუ ბავშვი მოდის, როცა მას აქვს საჭიროება ან სურვილი. თუმცა ლიმიტი არ არის, რომ აი 2 კვირაზე მეც ვერ გაჩერდება, ან 2 დღეზე. მერე სად მიდის? იცით რა, მოდით ეს თირამ ვთქვა, ბავშვის დავიწყოთ თავიდან, როდესაც კონცეფცია მუშავდებოდა, იყო დილემა, რა ტიპის რა მომსახურება და ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო იძულებითი, ვალდებულებითი, მოდით ამ ბავშვებს ბევრ პირობებს და ვალდებულებებს ნუ მივცემთ, იმიტომ რომ ისეთ ძალიან რთული ცხოვრება აქვს. თუ ეს ყოფილიყო ნდობაზე დამყარებული და სწორედ ჩვენი მიდგომა არის ასეთი, ეს უნდა იყოს მოვიპოვოთ ნდობა, მოვიყვანოთ დღის ცენტრში და არა მხოლოდ დავუკმაყოფილოთ, კი აუცილებლად უნდა დავუკმაყოფილოთ პირველად ის საჭიროები, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს. იმდენად მოვაწონოთ იქ ყოფნა, იმდენად სანდო იყოს მისთვის ის გარემო, იმდენად დავაინტერესოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამ ბავშვების ელემენტარად აკადემიური განათლება აბსოლუტურად არათანხმდრა შემათ ფიზიოლოგიურ ასაკთან ვეცადოთ რომ დღეს რომ მოვა ხვალდაზე კიდევ მოვიდეს ისეთი აქტივობები ჩავთოთ რომ ჩავთოთ იგივე არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობებში დავეხმაროთ შეფასდეს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ განათლების სამინისტროს მოუწესრიგოთ ჯანმრთელობის პრობლემები. ანუ ჩვენი მიზანი მათ არ აქვს ვალდებულება, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ ბავშვების მიმართ. თავისთავად დღის ცენტრში თვით მომართვით ჩვენს მიერ ჩარიცხული ბავშვი არ აქვს ამას მნიშვნელობა მოვა თუ არა, ჩვენ მაშინათ ვერთვებით სოციალური მუშაკიც ერთვება, რასაკვირველია სერვისი აქტიურად მუშაობს, ჩვენ ერთად ავართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, ვიწყებთ უკვე მიზეზის გამოკლებას თუ ჩვენ არ გავიგეთ რამ გამოიყვანა ბავშვი გარეთ და თუ ამ მიზეზებზე გლობალურად არ ვიმსჯელეთ რეალურად დღეს შეყვანილ ბავშვს აუცილებლად და ძირითადად რა მიზეზებია ისე? მიზეზები სხვადასხვა არის მასიურად, ну რასაკვირველია სოციალური პრობლემები, ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, არაინფორმირებულება, მეტყველად არ ვთქვი, რომ არიან ოჯახები, რომელსაც არ იციან სად უნდა მივიდნენ, რა სერვისები არსებობს. მესამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას ვამბობ უბრალოდ იმისათვის რომ ვიცოდეთ საქართველოში დღეს ჩვენ რამდენი ბავშვი გვხვდება გარეთ თუ თბილისში ავიღოთ რახან ჩვენ ჯერ თბილისში მუშაობთ მათი ძალიან დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ არის საქართველოს მოქალაქე ესენი არიან მეზობელი ქვეყნიდან შემოსული ბავშვები რომელთაც არანაირი სავიზიტო დამადასტურებელი თუმცა კი მე ამას არ ვამბობ რომ ბავშვი თუ მოვიდა არა აქვს არც ეროვნებას არც მის მოქალაქეობას და არაფერს არანაირი მნიშვნელობა რასაკვირველია ისინი ყველანაირ სერვისს იღებენ მაგრამ ეს ბავშვები თავიანთ უფროსებთან ერთად გარკვეული პერიოდულობით კვეთავენ საზღვარს მერე ისევ ბრუნდებიან და ცოტა გახანგრძლივებულია მათი რეაბილიტაცია, თუმცა კი სხვა შემთხვევაში ნუ გვაქვს ბევრი. ეს მეც უნდა მეკითხა იგივე ბოშებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში პრინციპში ყველაზე ხშირად ცხადია სხვა ბოშებიც, მაგრამ ბოშები გვხვდებიან იგივე ის რომ დარეკეთ 15:05-ზე, მათ უკან სამწუხაროდ ხშირად განან ხოლმე უფროსები, რომლებიც მიზანმიმართულად გამოყავთ ხო გარეთ ეს ბავშვები იგივე ფულის შოვნისთვის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მიდგომაა თუ ზუსტად იმავე პროცედურას გადის ბოშა ბავშვიც რომლის უკანაც მთელი მექანიზმი დგას ცენტრებში. იცით რა არის მიდგომა ყველა ბავშვისადმი ერთია. ყველა ბავშვს ერთი უფლება, კონვენცია აყობს ბავშვებს არანაირ არც თუმცა კი რომ მოსახლეობა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს ყველგან არის, ეს მათ აქვთ გარკვეული თავისებურებები, თუმცა კი ყველა ბავშვი მსახურებით თანაბრად და ვცდილობთ აქტიურად ჩავთოთ ჩვენ სერვისებში. ბავშვებს ასევე აქვთ იმის პრობლემა, რომ არ იციან ღამეს სად გაათენონ, ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობენ. ამის სერვისს თუ თავაზობთ, აი სადაც შეუძლიათ, რომ თუნდაც ღამე გაათენონ. კი, არის, როგორც აღნიშნა, დღის ცენტრებსაც აქვს 24 საათიანი მომსახურების ანუ ადგილი, ცენტრი შეუძლიათ მათ გაათენონ ღამე და ასევე არსებობს 24 საათიანი თავშესაფარი ტრანზიტული ცენტრი, სადაც მათ შეუძლიათ ღამის გათევა.
სანამ თქვათ მოუგვარდებათ ის პრობლემები, თუმცა საბოლოო მიზანი, როგორც აქ უკვე აღნიშნა, არის ბავშვების განთავსება სხვადასხვა ზრდობის ფორმაში, ოჯახში, ოჯახურ გარემოში, მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასე რომ ეს რასაკვირველი ბავშვი ქუჩაში რო არ უნდა იყოს, მე მგონი ამაზე ყველა ვთანხმდები და ამ პროგრამის მინდა ერთი ვთქვა, რომ ამ პროგრამის მიზანი არ იყო, რომ მეორე დღესვე ბავშვები ქუჩაში არ იქნებოდნენ. შეიძლება იყო ესეთი მცდარი მოლოდინი, რამდენადაც თითოეული შემთხვევა არის ძალიან რთული, ის მიზეზები, როგორც უკვე აღნიშნა, არის ძალიან კომპლექსური, რასაც გამოყავს ეს ბავშვი ქუჩაში, ეს არის როგორც სიღარიბე, ასევე ძალადობის პრობლემა, იმიტომ რომ ბავშვები ხშირად გამორბიან ოჯახებში, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან ძალადობას, არის დისფუნქციური ოჯახები, ალკოჰოლიზმის პრობლემა, სხვადასხვა პრობლემა, შეჭიდული სიღარიბეც და ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემებია. დოკუმენტაციის არქონაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს არა აქვს ხომ დოკუმენტაცია და ხა შემუშავდა რეკომენდაციები ამ პროგრამის ფარგლებში და საპარლამენტში მედია უახლოს მომავალში გადაიგზავნება, რომლის ფარგლებშიც იგი ჩვენ გვინდა რომ ცვლილებები შევიდეს კანონში, რომლის შედეგადაც ბავშვებს მიენიჭებათ რაღაც დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რომელიც მას საშუალებას მისცემს ისარგებლოს იმ სერვისები და მომსახურებებით, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, იმიტომ რომ თუ მათ არ აქვთ პირადობის მოწმობა, ისინი ვერ სარგებლობენ ამ სერვისები და სანამ მათ მოუგვარდებათ უკვე ეს პრობლემა, მანამდე რომ ისარგებლონ ამ სერვისებით, მთავარი არის ეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის აღენიშნოს ის, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ იმუშაოს იმ პრობლემებზე, რომელიც უბიძგებს ბავშვს ქუჩაში გასვლისკენ. ბავშვი რომ არის ქუჩაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემის მარცხს, ეს ნიშნავს, რომ ვერ დაინახა ეს ბავშვი ვერ სოციალური დაცვის სისტემამ, ვერც განათლების სისტემამ ვერ დაინახა ბავშვი და მას გაექცა, ვერც საზოგადოებამ და სოციუმმა ვერ დაინახა ბავშვი და ვერ დაეხმარა მას. ოჯახი ვერ. ამიტომაც აუცილებელია, რომ სახელმწიფოში არსებობდეს ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დაეხმარება ძალიან გაჭირვებულ და ღარიბ ოჯახებს, არსებობდეს ბავშვის ძალადობისაგან დაცვის ძლიერი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ბავშვს სკოლამ დაინახოს ძალადობის. გაქვთ რაიმე რეკომენდაციები ან სამოქმედო გეგმა? ამაზეც მიდის მუშაობა. ერთი არის, რომ ბავშვს დავეხმაროთ ქუჩაში და ახლავე უნდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ ის ყოველი საათი, რომელსაც ბავშვი ქუჩაში ატარებს, ეს არის მისთვის უკვე დიდი რისკი და საფრთხე, მაგრამ ამასთანავე მოვახდინოთ პრევენცია, რომ ახალი ბავშვები არ გავიდნენ ქუჩაში. ამისათვის სწორედ საჭიროა, რომ არსებობდეს ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა და სახელმწიფოში ახლა ხდება არსებული სოციალური დაცვის სისტემის გადახედვა, რათა ის უფრო მან უკვე დაინახოს ეს დაუცველი ოჯახები და ცალკე დახმარება იქნება შემოღებული ბავშვებისათვის. ასევე ძალადობისაგან დაცვის მექანიზმი ვახსენეთ და კანონში უკვე შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უგულებელყოფა განისაზღვრა ძალადობის ერთ-ერთ ფორმად, მანამდე არ იყო ეს ძალადობის ერთ-ერთ ფორმად მიჩნეული და ასევე არსებობს ესეთი ბავშვთა დაცვის რეფერალი, რომელიც ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, რომელიც ბავშვებთან მუშაობს, რომ მან თუ მოახდინა ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება ძალადობის მსხვერპლი არიან, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ, დაარეკოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რის შემდეგაც უკვე სოციალური მუშაკები მივლენ და შეისწავლიან ბავშვს და ბავშვის მდგომარეობას. ძალიან მოკლედ უნდა გითხრათ, სხვა რეგიონების მოცვას თუ აპირებთ, რომელი რეგიონები იქნება პირველ ეტაპზე? რეგიონებიდან მოვიცავთ იმერეთი, ქუთაისი, ეს არის ერთ-ერთი მეორე წერტილი ცხელი, იმიტომ რომ რეალურად პრობლემა, რომელსაც გვაქვს ქუჩაში მომუშავე ბავშვები, უფრო დიდ ქალაქებთან არის. ჯერჯერობით მუშაობთ ამ ორ ქალაქში, თუმცა არ განვიხილავთ და არ არის შორს დაუშვათ განხილვისაგან სეზონურად აჭარაში, ზღვისპირა ქალაქებში მოხდეს იგი სულ ცოტა მობილური ჯგუფების ან დროებით სეზონური დღის ცენტრების განვითარება. ამას ვნახავთ, იმიტომ რომ რეალურად ეს ბავშვები ზაფხულის პერიოდში მიგრირებენ ზღვის სანაპიროზე. გასაგებია. და საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ალბათ უნდა ვთქვათ 2-3 სიტყვა, იმიტომ რომ საზოგადოება დღეს ამ ბავშვების მიმართ არის გარკვეულწილად აგრესიულად განწყობილი, ეს ბავშვები რაღაც იზოლირებული არიან საზოგადოებისაგან და ამიტომაც ჩვენ სულ ვამბობთ, რომ მიეცით ამ ბავშვს არა ფული, არამედ გაუწოდეთ მას ხელი, აჩვენეთ თქვენი სიტყვა და სიყვარული, იმიტომ რომ როგორ რადგან საზოგადოება იქნება განწყობილი ამ ბავშვების მიმართ, მათგანაც იგივეს მივიღებთ. ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ ეს ბავშვები როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილად და მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ დარეკონ თქვა ცხელხაზზე ან მიმართონ დღეს ცენტრებს. 15-ია ის ნომერი, რომელზეც მოქალაქეებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ ესეთ ბავშვებს. ჩვენ